მოგესალმებით, გვიხარია რომ დავბრუნდით და რაღაც ცვლილებები აშკარად. მოდი დავიწყოთ და ვნახოთ. ნახოთ. გესალმებით მაყურებელს. ვიწყებთ ახალ სეზონს. კვლავ ხალისი რომ მოვფინოთ ქუჩებს, სახლს და ეზოს. ბავშვებივით გვიხარია, რადგან ახალ სეზონს ვიწყებთ, გვიყურეთ და გპირდებით, რომ პრობლემებს გადაგავიწყებთ. ჰეი თქვენ, მაყურებელო, გაუმაძღარნო სიცილით, დავბრუნდით ჩვეულებიდან. გიხარიათ? იცინით? ასეც ვიცოდი, რა თქმა უნდა. კიდევ როდის შევხვდებოდით? მე ყოველ დღეს თითსევ თვლიდი, თქვენზე ფიქრში გავატარე, აბა კომბლებს კი არ ვთვლიდი. ნუ თუ ერთი თვე გავიდა, ვერ ვიჯერებ. არ ვჩანდით კარგა ხანია, ეს თქვენი სიცილი გვესმის თუ დიდი დღის ხანია. ახალ სეზონს რადგან ვიწყებთ, აბა აღნიშნავთ თანაც დალოცვით, მაპატიეთ რომ ბევრი ხართ, სულ ყველას ვერ გადაგკოცნით. ამიერიდან მონოლოგს თქვენ პოეზიით იხილავთ, რაც ქვეყანაში მოხდება, სულ ლექსად მიმოვიხილავთ. ჩვენ საქმეს არ ვიადვილებთ, არც შრომა არ დაგვითმია. აქტუალური თემები იოლიგას არ ითმია? არა, რა თქმა უნდა, სიურპრიზიც ბევრი გენით. ჩვენთან ნახავთ ახალ ბლოგებს, აწი ლექსად წავიკითხავთ გადაცემის მონოლოგებს. რაიონი. მხოლოდ რითმებით გაგაცნობთ, თუ კი რამე გაგვახსენდა, ამდენ სტრიქოს ზმაო დღეში რუსთაველიც კი ვერ წერდა. აი ასეთი სცენარისტები ყავს ჩვენ. მოხერხებულად დაბრძანდით და შეიცვალეთ პოზაო, უნდა გავზარდოთ ხუმრობის ხარისხი დონე დოზაო. აბა რა. აწი ლექსებად ვიხუმრებთ, როგორც თქვით, გვერდზე გადავდოთ პროზაო. შვედიე. არ იფიქროთ აჭარბებსო, დამიჯერეთ ეგრე იყო, მოკითხვები დამაბარა, გახსოვთ ალბათ ჩვენი მიხო. შევკამათდით, კაცები ვართ. მაგ თემაზე აღარ გვინდა, ჩიტოვიჩთან ერთად და კომედიზე გადავიდა. მიხო. თუ დააკვირდით ხომ ხედავთ სტუდია გალაღებულა, მარტო კოსტუმი კი არა, ბენდიც კი განახლებულა. ახალი სახეები გვყავს, შეატყობდით ალბათ თავად. თქვენ ასე თუ გააგრძელეთ, ალბათ ბითლებზე წინ წახვალთ. შოშიტას ბენჩი ახალი მუსიკოსები ყოლია, მეს მედოლე კი არა, კალათბურთელი მგონია. წამოდე კი ერთი ჩემოზას, ბატონო, არ არის ასე. შეხედე. დონი უჭირავს, ხო, პატარა რაღაც დონი, კი ბატონო. ეს ახალი გუნდი მისი სიმღერით დარდებს მოგირჩენთ, ისეთი მედოლე დავსვით NBA-ს გამოგვიჯეთ. ერთხელ წამოდე კი შეიძლება, აკერა. თუ არის ასე. აკარდიონზე ეს კაცი აშკარად შინაურია. ახალია თუ გოგიას მორიგი პლასტიკურია, ჩვენები ყოფილა დასრულდა ესი ამბავი აგვისტოს ხელი ღამისა, ვიცინით აღარ ტირით ჩვენ სიგრილემ გაგვახალისა. ბათუმში წასვლა დავგეგმე ბოლო კვირას შვებულების, შესასვლელს მიუახლოვდი ჟამი დადგა შეწუხების. ხალხი მიდის იმდენი რომ ბოლო არ ჩანს მანქანების, რომ შევედით, რომ მოვიდა შვებულების დამთავრების. გზებზე საცობები იყო, სურვილიც კი მიქრებოდა, ნეტა ზღვა გადმოგვეტანა, აქვე მაინც იქნებოდა, ამ შვებულების დღებმა სულ საცობებში იარა, იმ შვებულებას გულისხმობ, ქორივით რო ჩაგვიარა. ხალხი მართლა ბევრი იყო, პლაჟზე ქოლგა, ჩუსტი, ჩანთა, ზღვაში იმდენი შევედით, თვითონ ზღვაც კი აღარ ჩანდა. მართლაც ჭედვა იყო პლაჟზე, ფეხზე ვიდეკ, ვქანაობდი. თევზები და ტურისტები რიგრიგობით ვანაობდით. გარუჯა რომ მოვინდომეთ რიგში დგომა მოგვიწია, მე ისეთი იღბალი მაქვს,
შუაწვიმაში მომიწია. პლაჟზე წრილ ბიზნესმენებს პროდუქტები რომ მოქონდათ, ერთ ტაროს მოხარშულ სიმინდს ლამის ყანის ფასი ქონდა. სიმინდი მართლაც გაძვირდა, რაც მართალი. არ გამოვა რომ არ მეთქვა. მაგ ფასში მოგვივიდო და ერთი კაი ოპერვექტი. რესტორნებზეც ნაწყენი ვარ, ნამდვილად. ვაკრიტიკებ ასე ღიად. ჯო, აჭარული შეუკვეთე დღესაც არ მოუტანე. მოსულ აგერა. მოვიდა ხო? არ გეგონოთ დავისვენე, ვიჯექი და ტექსტებს წერდი. ხო, ეს რუჯი არ გეგონოთ სახში სვარკას ვაკეთებ. დასვენება დავამთავროთ. ზღვის პირეთს თუ გადამკიდებთ, მე მგონი რომ უკვე დროა აქვე სპორტზე გადავიდეთ. მართალი ხარ. ევრობასკეტი დაიწყო. დასაწყისი ქონდა ფიცხი. რა მოხდება მაგას ვდარდობ დღეს ირკვევა ჩვენც არ ვიცი. ჯგუფიდან გავალ თუ არა ამ წუთებში გადაწყდება ისეთ ესპანეთს მოვუგეთ აწი გულიც არ დამწყდება. უში გქონდა იმ ხელა რომ დააქცია ყველა ბეთი კალათბურთში საქართველოს დაამარცხა ესპანეთი. მატჩი კარგად განვითარდა, შევთამაშდით ერთმანეთში. ეს რა გუნდი ყოფილაო, ქაოსი ესპანეთში. კალათბურთელებს მიუმართავ. ჰე, შეგძლებიათ ხო უკეთ? გული კი არა, ქვა გაქვთ, ქვა, კვიპროს. ეგრე რად მოუგეთ? წირიად მომშვები. სხვა თამაშს არ შევეხები. ეს მოგება დაგვირჩაო. მერე გუნდმა მოიკოჭლა, ანუ გახდა გარინჩაო. საბერძნეთი, იტალია, რა გინდოდა ძმაო, ვინ ხართ? ისე რო არ დაგავიწყდეთ, ჩვენი მოსავლელები. მეტავ ფეხბურთში რა ხდება? ჩაკვეს გარეში ძნელია, დილიდან ჩაწერაზე ვართ, შეაგდო კვარაცხელია ამ თვით, შენთან ერთად ყველაფერი გაგიგიათ. მოგება თუ გავიფორმეთ, მონდომება უნდა ერთიც. თურქეთი თუ დავდეთ, ბეჭზე მივაყოლოთ ბულგარეთიც. თუ მოვიგეთ, სხვათა შორის. პატა. ხო არ ვიცით, მაგრამ თუ მოვიგეთ, სხვას კი სრულობთ. გავიმარჯვებთ, გული მიგრძნობს. მაშინ ნიკუშ თუ ესია, 20-იანი ჩემზე იქნება. არჩევნები ახლოვდება და გამიგებს ქართველობა. ყველა რაიონს სჭირდება თავისი თვითმმართველობა. კი ბატონო, შემოდგომის სუნი დადგა და ზაფხული მიგველია. ახლის მოსვლა ჩემი აზრით შეჩვეული გვირჩევია. მერობის არჩევნები გვაქვს, კანდიდატები მრავალი. ისეთი შემოვხაზოთ, რომ არავინ ყავდეს ბადალი. უკვე მალე ჩვენს ქუჩებში პლაკატს ვნახავთ 1000 ფერებს, ყველა თავის რაიონის აირჩევენ ახალ მერებს. რა უნდა ვქნათ, მე არ ვიცი. შემომაწვა გულზე დარდი. რატო კაცო? ამ მომრჩეველზე მეტია, რომ დათვალე კანდიდატი. ვინმეზე ხმის მისაცემად არ დავუწყებ ძებნას მრჩეველს. მე პირადად შეჩეული მირჩევნია შეუჩვევს. რა დამარებ ერთი თავი. აღარ მინდა ძმაო ფიქრი. სიას უნდა გადავხედო ნეტა კენც მეცხვარი. მერანი სულ არ სჭირდება მირბის მიაფრენს მუსტანგი. დაგზაში თუ გაუფუჭდა, ხადავში კი ხავს უშანი. მოემზადა საბრძოლველად და მანქანა დაკოქა, ყველა ჩემს გვერდით დადექით, ხალხი მანაცე დამოწვრა. მაგრამ ერთი ნიუანსი უნებურად გამორჩა, მუსტანგის ძრავი ეგონა, ის კი ჟიგულის აღმოჩნდა. მისახმარებლად მივარდნენ, რომ შეხედეს კვამლის ფარდებს, მივიდნენ და ცრუგანგაში ყოფილაო დაიძახეს. მუსტანგი არ დაიქოქა. რას უშვები ამდენ მოწმეს? აწი მანქანით როცა ხვალ, რული თუ აქ შეამოწმა. თბილისის მერობა მინდა. გონია რომ ამ ტვირთს ვზიდა. ვიცი, იკუშ, მერი ვერ გავხდები, ავეჭმაიც გადავზიდა. დედაქალაქს მერი უნდა, ძლიერი და თან მართალი. ეს ადვილი კი არ არის, თბილისია, სამართავი. ორჯერ უკვე ავირჩიეთ, ბევრი რომ აქვს გადამხდარი, თავის დროზე ბრძენ კაცს უთქვამს მესამე და სამართავი. საცობის გამო ფილტვები კვამლით გავსებას უნდება, უკეთ ვისუნთქებთ, როდესაც ტრამვაი დაგვიბრუნდა. მგონი გავედით ბოლოსკენ,
მონოლოგიც შედგა ლექსად. ახლა მოდი წავიმღეროთ ის რაც უკვე გაინექსა.